მოგესალმებით ჩემო ძვირფასო თბილისელებო და სტუმრებო. თქვენ შემოგევლეთ. დღევანდელი დღე მისტერიული დღეა საქართველოს ისტორიაში. 390 წლის წინ აი ამ ადგილიდან მარტყოფის ომის მოგების შემდეგ გიორგი სააკაძემ დაიწყო თბილისის აღება და სამწუხაროდ მოქალაქეთა ზოგიერთი მოქალაქის ღალატის გამო ნარიყალა ვეღარ აიღო. დღეს დათო თარხან მოურავი დიდი გიორგი სააკაძის შთამომავალი შვილი იქნებ დედაქალაქის ქართველებისთვის დაბრუნებას და იმ თვით რაზმში იმ გულანთებულ რაზმში მაშინაც 5 კაცი იყო თავის შვილებთან ერთად ორი უძვირფასესი გვარის ბაკა ხერხეულიძე და ინაშვილის გვარის მისი უახლოესი თანამებრძოლი და მეგობარი იყო და როგორ მეორდება ისტორია რომ დღესაც დიდი თარხან მოურავის დიდი გმირის გიორგი სააკაძის ლაშქარი დგას აქ თბილისის საქართველოსთვის დასაბრუნებლად. არავის არ დაუთმობს ქართველიერი არც დედაქალაქს არც საქართველოს. ხარი დაუჭირეთ ინვაინაშვილს, ხარი დაუჭირეთ ერთადერთ ქართულ პატრიოტულ ძალას, საქართველოს პატრიოტ ალიანსს, რათა გადარჩეს ქვეყანა და სრულიად საქართველოში გამოვიდარო. თქვენ შემოგევლოთ ერთი ლექსით უნდა დავასრულოთ ეთიაში მოთხოვა ლევანმა. კადემაღალას ციხიდან სვილოს ციხეს გავყურებ ირანელმა იყიდა მიწა ოქროს საგურეთ. იქით თურქის ტრაქტორმა ქართლის ვლელი გახაზა გული ვინც დაუტორა კივი ამილ ახვარსა. ინდოელი არაბი რუსის ჩვენ შეგვესია ხალხმა სული განაბა ელოდება მესიას. იესო მაცხოვარო მშობელო ქალწულო ერი შენი ცხოვარი იქნებ კვლავ დაარჩულო იქნებ ისევ გადარჩეს იმპერიის თავთავი ველი უფლის განაჩენს ხელაპყრობით სამთავის არასდროს წავცეულვარ წინაპართა მიწიდან ვიყავ დედითეული მილხინდა თუ მიჭირდა ისევ ვაზის ჯვარს კოცნით თეთრ გიორგის ბედაურს ღმერთო ძალა მოგვეცი წერს მუდიროთ დედაო